Საქსტატის ინფორმაციით გასულ წელს ჯამში 40 პატენტი გაიცა. აქედან 38 ადგილობრივი განცხადება იყო, ხოლო 2 ქართულები. 2023 წელთან შედარებით პატენტების რაოდენობა მცირედით მხოლოდ 3-ით არის გაზრდილი. საქსტატის თანახმად საკპატენტში ჯამში 103 განაცხადი არის, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური და აქედან მხოლოდ 40 განცხადება დაკმაყოფილდა. რამდენად დაცული არის ქართული პატენტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რა საჭიროება უდგას დღეს ბიზნესს? საკითხს მოვიკითხავთ უკვე ჩვენს მორიგ სტუმართან დისტანციურად გვერდება პირდაპირ ეთერში ნიკოლოზ გოგილიძე, ადვოკატი ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში. მოგესალმებით, ბატონო ნიკოლოზ. გამარჯობა, მოგესალმებით. დილამშვიდობისა, მადლობა თქვენი ჩართვისთვის. გავიდა დრო, საკმაოდ ხანია, რაც არ გვისაუბრია სხვადასხვა თემაზე. გარკვეული სტატისტიკაც მივიღეთ ახალი პატენტებისა, რომელსაც სახელმწიფო აღრიცხავს, ზოგადად დინამიკას და რაც თავარია, ბატონო ნიკოლოზ, დამოკიდებულებას პატენტის მიმართ, როგორც მნიშვნელოვანი ერთეულის მიმართ და ზრდას ამ კუთხით მომხმარებლებისა, როგორ აფასებთ აი ამ ბოლო პერიოდში, ბოლო თვეებში, ან გნებავთ გასული წლის განმავლობაში, რა დინამიკასთან ქონდა საქმე? ზოგადად დავიწყოთ იმით, რომ გამოგონებები და პატენტები ინტელექტუალური საკუთრების ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო წლებში არანაირი ზრდა ამ კუთხით არ შეინიშნება, რაღაც ერთნიშნულზეა გაყინული, მაგრამ ველოდებით, რომ ამუშავდება პრაქტიკულად ევროპის საპატენტო ორგანოსთან დადებული ვალიდაციის ხელშეკრულება, რომელიც უცხოური პატენტების საქართველოში დაცვის პროცედურას ამარტივებს და შესაძლებელია, რომ აი ამ ვალიდაციის ხელშეკრულების ფარგლებში მოხდეს შესაბამისად საპატენტო განაცხადების ზრდა, თუმცა უცხოურ განაცხადებზე ვლაპარაკი საქართველოში. ქართულ განაცხადებსაც შეეხება, ქართულ განაცხადებში სამწუხაროდ ზრდა ისეთი არ შეიმჩნევა, ერთადერთი პოზიტიური რასაც ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვარყოფა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ განაცხადების რაოდენობა ეროვნების არ მატულობს ქართული განაცხადების უცხოეთში გატანის შემთხვევაში, როდესაც ქართულ განაცხადებებს მიიჩნევს სულს, რომ ავტორის გამოგონებები დაიცვან საქართველოს ფარგლებს გარეთ. ის რაც თქვენ ახსენეთ უცხოეთთან დაკავშირებით, კონკრეტულად ევროპასთან მიმართებით, ნიკოლოზ, მაქვს თუ არა მაგას ეგრეთ წოდებული რევერსული დატვირთვა ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემთხვევაში, რომ უცხოურ კომპანიებს საქართველოში ექნება შესაბამისი დაცულობა, რაც უკვე ქართული კანონმდებლობით თუ სწორად გავიგე და შესაბამისად ქართულ კომპანიებს თუ ექნებათ ანალოგიური შესაძლებლობა თუ ის კიდევ დამატებით სხვა ტიპის პროცედურებს საჭიროებს და ხო, მაპატიეთ რომ მოგაყარეთ კითხვები, ცოტა ისე პოლიტიკური კომენტატორებით გამომივიდა ეს ბევრი კითხვები ერთად, მაგრამ ისეთ ანუ რას გულისხმობ ამ ხელშეკრულების ამოქმედებას თვითონ რომელიც თქვენ ესე ახსენეთ რა უდგას რა პრობლემაა რომ ის ამოქმედდეს ხელშეკრულება ამოქმედებულია უბრალოდ პრაქტიკულად რომ ამოქმედდეს ხო ანუ შარშან ამოქმედა ხელშეკრულება რა გულისხმობს რომ პალიპასავად ეგ არაფერი ხდება ხოლმე ამ დროს ჩემ ფიზიონომიას აჩვენებენ თითქოს უფრო სასიამოვნო იყოს მაგრამ ნუ ესე ხდება ხოლმე ამითი აკომპენსირება გასწორეთ ბატონ ნიკოლოზ თქვენ გაცილებით შეგიძლიათ მშვიდად ისარგებლოთ ამ ყველაფრით დღევანდელი ტელევიზია იძლევა იმის საშუალებას რომ ეს გაწკიპინებული კადრები არ იყოს პატენტში ვართ თან ყველანი გისმენთ ბატონო მადლობა ანუ ხელშეკრულება ამოქმედებულია უბრალოდ შარშან ამოქმედა და ამოქმედების შემდეგ ამოქმედების თარიღის შემდეგ შეტანილ პატენტებზე ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში მიეცათ საშუალება განცხადებებზე საქართველოს მოენიშნათ და პროცედურულად ამას სჭირდება დრო რომ საქართველოსამდე ესეთი განაცხადები მოვიდეს. ამიტომ ხელშეკრულება ამოქმედებულია, უბრალოდ პრაქტიკაში ამოქმედებაში გულისხმობა რომ მოვა ის დრო რაც დაახლოებით 18 წლია, 18 წლის თავზე უკვე შეინიშნება ხოლმე ამ კუთხით სხვა ქვეყნების განაცხადებიდან გამომდინარე განაცხადებისა და უცხოური განაცხადების მოვა საქართველოსამდე და ჩვენ ამას ველოდებით. ქართულ განაცხადებებზე ეს შეთანხმება არაფერს არ ითვალისწინებს, იმიტომ რომ ეს არის პროცედურა, თუ უცხოელს მომდება საქართველოს ხელშეკრულება ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან და ევროპის საპატენტო ორგანიზაციის მიერ პატენტის გაცემის შემთხვევაში ეს პატენტები თუ შესაბამის საფასურს გადაიხდის უცხოელ განაცხადებებზე და ქართულ თარგმანს არაფერს ქართულ საპატენტო უწყებაში ეს განაცხადები შესაძლებელია რომ პირდაპირ დაპატენტდეს საქართველოში. პატენტს გაცემს ევროპის საპატენტო ორგანიზაცია
საპატენტი უბრალოდ ადასტურებს ამ პატენტს. ამ ხელშეკრულების ბოლო სასურველი, ასე ვთქვათ, შედეგი, ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში პროფესიულ წრეებში მოღვაწე ადამიანების და ალბათ ყველგანისთვისაც არის, რომ ვალიდაციის ხელშეკრულების შემდეგ საქართველოს გახდეს ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრი, რაც არც თუ ისე მიუღწეველი, ასე ვთქვათ, მეც ასე მგონია. ძალიან, იმიტომ ეს არ არის ევროკავშირის უწყება, ეს არის ევროკავშირის ქვეყნების პლუს კიდევ ძალიან სივრცითი უწყება არის, დიახ, კი. ან რაც არ არის პოლიტიკური აღშფოთება ევროკავშირის ან საქართველოსი, ეს შეიძლება თუმცა პროფესიულად ტექნიკურ დონეზე მოხდეს ამ ორგანიზაციებს გაწევრიანება. ქართველებისთვის ამ გაწევრიანების შემთხვევაში არ იქნება მექანიზმი, რომელიც რეგრესულად იმუშავებს, ქართულ განცხადებასაც დაჭირდება თუნდაც ისე როგორც უცხოელი განცხადებელი იმართოს ევროპის საპატენტო საბას პატენტის გაცემის შემთხვევაში და ასე დროს როგორც ქართველის უცხოელი განცხადებები საქართველოს ერთ-ერთივე უფლებით რომ მომდევნო ქვეყანაში მოახდინოს ამ ევროპის საპატენტო ორგანიზაციას. როცა თქვენ ბრძანებთ რომ გაიზარდა საქართველოსდან უცხოეთში, მე მგონი კონკრეტულად ევროპა ახსენეთ რეგისტრაციის მსურველთა და ეს დინამიკა ახსენეთ პოზიტივში. ბიზნესის ენაზე და მარტივი ეკონომიკის ენაზე. ბატონ ნიკოლოზ, ეს რას ნიშნავს, რომ ქართული ბრენდები რას ცდილობენ ამით და რა დინამიკაზე მიანიშნებს ეს? ბიზნესის ენაზე ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ გამომგონებლებს ან განცხადებლებს, შეიძლება ეს იყოს ინდივიდუალური და გამომგონებელი, მინიმუმ უჩნდებათ სურვილი და ხედავენ პერსპექტივას, რომ ის გამოგონება, რაც პატენტირდება საქართველოში, შეიძლება ასეთი გამოგონების კომერციალიზაცია მოხდეს საქართველოს ფარგლებს გარეთაც და ძირითადად იქნება ქვეყნებს, სადაც უნდა ეკონომიკური განვითარება არის დიდი და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არის შესაძლებელი, იმიტომ რომ არის ქვეყნები, სადაც ეკონომიკა რიცხვებში დიდი იყოს, მაგრამ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ პატენტის აღება არ საკმარისია. ამიტომ ძირითადი ქვეყნები, რომელსაც ნიშნავენ, არის ამერიკა და ევროპის საპატენტო ორგანიზაცია და ევროპის ქვეყნები. ხო, ან რეალურად გამოდის, რომ ქართველებმა დაიწყეს პერსპექტივის დანახვა იმაში, რომ ამ გამოგონების კომერციალიზაციით ქართული ბიზნესი დაიტანონ თუ გააფართოვონ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე. რა კარგია, რომ პატენტები ამ გეოგრაფიების პატენტები მაინც რომ ამ გეოგრაფიების მიმართულებით მოვნიშნეთ, ბატონ ნიკოლოზ, ვიცი რომ თქვენს გაგიხარდებოდათ ეს ამ. კი, ნამდვილად კარგია, ხო, ამას კერძო სექტორის ყველა და ის ხალხი, ვინც ასე გვქონდა ჩომაშია შემოქმედებაშია ჩართული, კი ნამდვილად მომავალს ერთადერთი ევროპაში და ევროპასთან თანამშრომლობაში ხედავს და არა სხვა. სხვაგან ისეთ ქვეყნებში როგორც რუსეთი და ჩინეთი თვითონაც გავაგზავნებთ, სულ რომ აიღოს პატენტი არ არის, იმიტომ რომ დაგიღვევენ და სამართლებრივია. აბსოლუტურად. ბატონ ნიკოლოზ, ჩვენ გასული წლის ბოლოს ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც აი 28 ნოემბრიდან შემდეგ მოხდა რაღაცა დინამიკაში ის ბუნდოვანი ვითარება და მოლოდინები, რაც სხვადასხვა სფეროში ფიქსირდებოდა. დღეს რამდენად შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, უფრო განჭრეტადი არის მიმდინარე წლის პროგნოზები პატენტთან დაკავშირებით და მათ შორის ჩვენ ვისაუბრეთ ევროპის აი ამ სტანდარტებთან მიახლოებაზეც და დღეს რამდენად შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ საქართველო აკმაყოფილებს ამ ევროპულ სტანდარტებს. მაგრამ ადვოკატ კითხვისთვის განსხვავებული სამწუხაროდ არ არის სტანდარტები კანონმდებლობით დამოკიდებული არის, მაგრამ კანონმდებლობით დამყარებული სტანდარტები და დამოკიდებული სტანდარტები სამწუხაროდ არ არის ის ასე ვთქვათ გარანტია, რომ ამ კუთხით ყველაფერი კარგად იქნება. ერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ჩვენი სფერო, ინტელექტუალური საკუთრების სფერო არის სფერო, რომელშიც ყველაზე გვიანი გრძნობა ისეთი რყევები, როგორც 28 ნოემბრის მერე დაიწყო ქვეყანაში, იმიტომ რომ ნებისმიერი დიდი კომპანია იქნება ეს თუ სხვადასხვა ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტის მფლობელი, ყველაზე გვიანი ის გადაწყვეტილებებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს არის ობიექტი, რომელიც მას ყოველთვის სჭირდება, ყველაზე მნიშვნელოვანია და უფრო გრძელვადიან, ასე ვთქვათ, გეგმებს აწყობენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით, ვიდრე სხვა შემთხვევებში ბიზნესი გაიგონოს კომპანიამ, რაც მოხდა სხვათა შორის რუსეთში ომის შემდეგ 2022 წელს. ბატონ ნიკოლოზ, ისიც ვახსენოთ, მე მგონი გქონდა მე და თქვენ საშუალება ამაზე საუბრის, რომ უკრაინაში ომის დაწყებით ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ფაქტიურად ამოყირავდა მას შემდეგ ყველაფერი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც თამდევი იყო მოვლენებისა.
კი, სერვისებში ეს ყველაფერი ამოყირავდა, იმიტომ რომ რუსეთის გავლით რეგიონის დაფარვა აღარ ხდებოდა, მაგრამ რუსეთში 2022-ში ხისერად დაიწყეს ბიზნესების გატანა და ნელ-ნელა ეხლა ეთყობა და დაეყობა სტატისტიკას, რომ რუსეთში დაცვას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებისაც აღარ ახორციელებენ იმ ინტენსივობით, როგორც ახორციელებდნენ მანამდე. საქართველოს დამემართებაში შეიძლება იგივე ითქვას, რომ ის წევები, რომელიც დღეს ხდება, თუ ესე გაგრძელდა, ეს საქართველოს დამემართებაში რიცხვებში გამოიხატება 2-3 წლის თავზე. იმიტომ რომ ამ კომპანიებს ბიუჯეტები დაგეგმილი აქვთ, ამ გეგმის ფარგლებში მუშაობენ და ახალი ბიუჯეტების შედგენისას ხდება ხოლმე ამის გადახედვა. რა თქმა უნდა, პირველივე წევისას ეგრევე ქვეყნის დატოვება არ ხდება, ინტელექტუალური საკუთრების კუთხით გულისხმობ და აგრძელებენ იმ იმედით, რომ რაღაც შეიძლება თავიანთი ობიექტების დაცვას, მაგრამ თუ ამან მიიღო უკვე სტაბილური სახე და ცალსახად გაიყო და დარწმუნდა საუბრობ ბიზნესი საქართველოს კურსი არის შეცვლილი, ეს აუცილებლად აისახება რიცხვებზეც ამ მიმართებაში და ეს მოხდება რამდენიმე წელიწადში. გასაგებია. მადლობა. სერვისების სფერო დარჩა მეტნაკლებად ისე როგორც რა თქმა უნდა ვისაუბრეთ, თუ კი ადრე რუსეთი იყო ჰაბი, საიდანაც იფარებოდა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროექტი საქართველოს და რუსია, ასე ვთქვათ, სერვისის მიმწოდებელები იყვნენ, ვინც იღებდნენ უცხოელებს ან შეკვეთათ ამ რეგიონში, ასე ვთქვათ, ახორციელებდნენ სხვადასხვა სერვისებს, ჩვენი მეშვეობით თუ სხვა პროფესიონალის მეშვეობით, ეს ნელ-ნელა იცვლება ტენდენცია ისევესია და ნელ-ნელა ხდება ამ ყველაფრის გადასვლა სხვა მხარეს, უბრალოდ სამწუხარო ის არის, რომ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში დღემდე მიმდინარეობს, უკრაინას რომელსაც პოტენციურად შეიძლება ამ ჰაბის ჩანაცვლება ჯერჯერობით ესე ცალსახად ჩანაცვლება ვერ შეძლო, თუმცა ყველაფერი წინ არის, რომელიც მიმდინარეობს. მუშაობა და შესაძლებელია ყველაფრის სხვა პოპულიზმის დანება და კულტურული მონაწილეობა. მადლობა დიდი ჩართვისთვის ნიკოლოზ გოგილიძეს, იგი ადვოკატია ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში, ყოველთვის საინტერესოა მისი მოსაზრებების მოსმენა. მადლობა ნიკოლოზ.